გამოიცანით, რომელია ის 63 ევროპული ქვეყანა, რომელიც არ იქნება მიწვეული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური სამიტზე. კარგით, პირველ ორს გეტყვით, ესენი არიან რა თქმა უნდა, რუსეთი და ბელორუსი. გამოიცანით მესამე. დიახ, სამწუხაროდ ეს ჩვენ ვართ, საქართველო. მოკლედ რომ ახსნათ, რას წარმოადგენს ეს ფორუმი. ეს არის უმაღლესი დონის მსოფლიო ეკონომიკური სამიტი, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ შორის უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლები, როგორიც არის Amazon, Google, Microsoft და Nvidia და ასე შემდეგ. რეალურად ამ ფორუმზე წყდება ის თუ საიტწავა მსოფლიოს ეკონომიკა და პოლიტიკა მომდევნო 1 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წლევანდელი დავოსის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, ანუ სავაჭრო გზა, რომელიც რუსეთის გვერდისავლით აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას და რომელშიც აქამდე ყოველთვის მოისაზრებოდა საქართველოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საქართველო ამ ფორუმზე არ იქნება. თუმცა, იქნებიან ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. როგორც ჩანს, რასაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ კობახიძეები და პაპუაშვილები, დასავლურ როგორც პოლიტიკურ, ისე უკვე ბიზნეს ელიტებში ქართული ოცნება უკვე საბოლოოდ ყალიბდება როგორც რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მყოფ რეჟიმად. შესაბამისად, როდესაც საუბარია რუსეთის გვერდის ასავლელი გზების ძიებაზე, აქ საქართველო უკვე უინტერესო ხდება. რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს უქმნის დამატებით სტიმულს, რათა კიდევ უფრო დააჩქარონ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება და განვითარება. ეს კი საქართველოს დააკარგვინებს ყოველწლიურად ასეულობით მილიონის შემოსავალსა და მნიშვნელოვან წონას მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკას. ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს რეალურად აღარ ყავს არც ერთი მოკავშირე და პარტნიორი. როდესაც ყავს რეგიონში ყველაზე სუსტი შეიარაღებული ძალები, რომლის დაფინანსებაც ისტორიულ მინიმუმზეა მის მეზობლებთან მიმართებაში, ის კარგავს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ ერთ გარანტს, სატრანზიტო ფუნქციას. სამწუხაროდ ეს ის ფასია, რომლის გადახდაც ივანიშვილს უწევს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შეუძლებელია ერთდროულად პირადი მარიონეტებით მართო ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა გაზით დაწამლო, ციხე პოლიტპატიმრებით აავსო, სასამართლო ცირკად გადააქციო და თან კონდეს მოლოდინი, რომ თავმოყარე ქვეყნების, ორგანიზაციების თუ კომპანიების წარმომადგენლები ხელს ჩამოართმევენ ამ შენს დანიშნულ მარიონეტებს. და სამწუხაროდ ეს ყველაფერი ესე დარჩება, გაგრძელდება და კიდევ უფრო დამძიმდება, მანამ სანამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას მართავს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და არა ქართველი ხალხი.